ფულადი გზავნილის მიღება საქართველოს ბანკში უკვე შესაძლებელია როგორც ბანკომატით, ასევე ტელეფონით. მე თქვენ არ გიხსნით თუ როგორ უნდა გავანახოთ გზავნილი ბანკომატით. ბანკომატის სარგებლობა შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში შესაბამისად გზავნილის განახლებას დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ამისთვის საჭირო მხოლოდ თან იქონიოთ თქვენი პლასტიკური ბარათი. პირველ რიგში პლასტიკური ბარათი უნდა ჩავდოთ ბანკომატში. მიუთითოთ ენა, პინ-კოდი და უნდა ავირჩიოთ ტრანზაქციის ტიპი. ამ შემთხვევაში ვირჩევთ გზავნილის განახლებას. ვირჩევთ გზავნილის ტიპს შესაბამისი ღილაკების დახმარებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ ელას. აქ უნდა შევიყვანოთ გზავნილის კოდი. ჩამოთვლილი სახელი და გვარებიდან უნდა ავირჩიოთ გამომგზავნის სახელი და გვარი და გრაფაში მივუთითოთ შესაბამისი ციფრი. ამ შემთხვევაში ციფრი პირველი ავკრიფოთ და დავაჭიროთ გაგრძელებას. აქ უნდა მივუთითოთ ქვეყანა თუ რომელი ქვეყნიდანაც გამგვიგზავნის გზავნილი. ეს არის ბოლო ფანჯარა, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც უკვე თანხას გაანახებთ. აი ეს მარტივად შეგიძლიათ გაანაღდოთ ფულადი გზავნილი საქართველოს ბანკში ამ ტრანზაქციის შესასრულებლად მაქსიმუმ 2 წუთი დაგჭირდებათ.